საერთოდ ვერ თამნა. რასაკეთე? ოშე საწყობიცი? რა სუდი რაც არის. ვინც ამას ყიდულობს ამ ხორცს. ყიდულობს როგორც საქონლის ხორცს. და ეს იცი რა არის დაახლოებით ხვდები რა ხელა გამოწვევების წინაშე ვდგავარ კვების თვალსაზრისით. მაგრამ როცა უკვე უღრმავდები, უფრო არაფრის ჭამა აღარ გინდა. იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს რეალურად უჭირთ მრავალფეროვნად დაბალანსებულად კვება იმის გამო, რომ ამის საშუალება არ აქვთ, პლუს ამ ყველაფერს ის საკვები, რასაც იძენენ, ისიც არ ვარგა. და აქეთ სხვა ფუსფუსი მიდის. იჭმება? იცით ჯერ. ჯერ ნახავთ რა გვეტყვის ირაკი. იჭმება. ძალიან მოაი მოაწესრიგა სიყვარული. დღეს მე მგონი მომიწევს ჩემი მაცივრის გადახედვა. იმიტომ რომ შევეცდებით გავარკვიოთ, საიდან მოდის ეს პროდუქტი, როგორ მოდის ჩვენს ოჯახში და ჩვენს მაცივრამდე. რატომ არის იმპორტირებული ხილი ესეთი ერთგვაროვანი, დიდი, ლამაზი და ბრიალა? ხო არ გადავიდე წყალზე. წყალი როგორი მოდის ნეტა? შეიძლება და იყო წრუწუნა. ფქვილს მოყავს. ეს თვითონ არა, ფქვილი სამი პატარა წრუწუნა. ხშირია ეს რეგულირება. აი მაგალითად ბიოსახელი და ეკოსახელის გამოყენება არის აკრძალული. თუ მაგალითად შენს მიერ წარმოებული პროდუქცია იყენებს სახელს ამ ბიოს ან ეკოს, უნდა გქონდეს შესაბამისი აკრედიტირებული ორგანოს გაცემული სერტიფიკატი. კარგი, თქვათ არა მაგ და გამომიჭირეთ. ჯარიმა არის მაგას. იქ მოგვიყევი, რაღაცა უბედურება. კაი, არ თქვა გეხვეწები. გამარ დანა რომ მომაწოდოთ თუ გვაქვს. ჯერ ავხდები. ანუ ნიფტა ეს ჭირდება მაგალითისთვის. ეს ყველაზე საყვარელი ხილი. აი ისინი რომ კარგი იყო, ეგ ესე იგი ხარბი დაშვებულზე დაბალი ქონდა რა? განძვირია და ფიქრობ რომ პირობითად იმ ბრენდირებულ მაღაზიაში ნიტრატები არ ქონდა ბევრი და ეხა შევჭამ. აი მაგალითად არ მეწოდება ჩვენს